ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტი მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში ხმის მიცემის პირველი ეტაპი დასრულებულია. მოქალაქეთა აქტივობა იყო ძალიან მაღალი. გვიხარია და გვსიამოვნებს, რომ გამოვლინდა 10 გამარჯვებული პროექტი, იდეა, რომლებსაც ჩვენ უკვე დავიწყებთ უახლოეს დღეებში დაპროექტების თვალსაზრისით და უახლოეს მომავალში გადავაქცევთ უკვე მოსახლეობისთვის გამარჯვებულ პროექტებს ხელმისაწვდომს გავხდით და თითეული მათგანი იქნება საჭიროებიდან გამომდინარე ძალიან აქტუალური უბნებში, საცხოვრის ადგილებში და ასე შემდგომ. ეს პროგრამა, რასაც მონაწილეობითი ბიუჯეტირება ქვია ხარაგაულში, პირველი არ არის, მრავალი წელია უკვე დაწყებული გვაქვს, წელსაც მიმდინარეობს, მომავალ წლებში უფრო გავზდით ბიუჯეტს და გაგრძელდება, რაც თავარია. ჩვენ მთლიანად ეს პროგრამა გათვლილი გვაქვს მოქალაქეთა აქტივობაზე, მათ იდეებზე, რა საჭიროებები გააჩნიათ მათ და მერია მთლიანად უზრუნველყოფს ამ პროცესს, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ჩართულობით. ჩემი იდეა იყო სოფლის გარეგანათების მოწყობა. წელს პირველად მივიღე პროექტში მონაწილეობა და გამარჯვებით დასრულდა მოსახლეობის და მერიის გვერდით დგომით, რომლებსაც მადლობა მინდა გადაუხადო. ასევე მინდა მიულოცო ყველა გამარჯვებულს და წარმატება უსურვო. ძალიან დიდი როლი მიუძღვის მოსახლეობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლების ჩართულობითაც მივიღეთ ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ყველა პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლისთვის. ეს ჩვენი სოფლის პირველი ნაბიჯებია უკეთესი და განვითარებული სოფლისთვის. აუცილებლად მივიღებთ შემდეგ წლებშიდაც მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში და ვეცდებით, რომ ჩვენი სოფელი იყოს განვითარებული, წარმატებული და ყველას უხაროდეს სოფელში დაბრუნება, რადგანაც მოსახლეობას ცირია და გაუჩინოთ ხალხს სურვილი სოფელში დაბრუნების და აქ ცხოვრების. ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში კვერცხლანის წყაროს რეაბილიტაციისა და სკვერის კეთილმოწყობის იდეის ავტორი. ძალიან მიხარია, რომ ვარ ამ პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული და ადამიანების მხარდაჭერით ჩემი იდეა რეალობად იქცევა ფაქტობრივად. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზოგადად პროექტის ორგანიზატორებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მხარი დამიჭირეს ამ პროექტისა და ამ იდეის განხორციელებაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა ასევე გადავუხადო მერის წარმომადგენელს ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარდის ადმინისტრაციულ ერთეულში, იმიტომ რომ ეს ადამიანი მზექალა გუნჩაძე გახდათ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩემი ყველაზე ერთ-ერთი დიდი მხარდაჭერი და გულშემატკივარი. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ ჩვენი რაიონის სოფლები კიდევ უფრო კეთილმოწყობილი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და განვითარებული იყოს. მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში პირველად იღებდა ჩემი სოფელი მონაწილეობას, გავიმარჯვეთ, ხმების საკმაო რაოდენობა მივიღეთ, ესე მოლოდინიც ნამდვილად გქონდა ჩემი მოსახლეობის ჩართულობიდან გამომდინარე და ჩემი იდეა გახდათ სოფელ საქასრიაში სპორტულ გამაჯანსაღებელი სკვერის მოწყობა. ამ სკვერში მოეწყობა მოსასვენებელი სკამები, ბავშვებისთვის გასართობი სივრცე, სასრიალო, ონკანი, შემოიღობება უსაფრთხოებისთვის. ძალიან დიდი მოლოდინი გქონდა ამ გამარჯვების და მომავლისთვისაც ვფიქრობთ სოფლის მოსახლეობასთან შეთანხმებით კიდევ რამე კარგი იდეა და სამომავლოდაც მივიღებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა. მადლობას ვუხდით ხარაგაულის მერიას ასეთი კარგი პროექტისათვის და ჩემს სოფელს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება ამ პროექტის მონაწილეობით. მე მინდა რომ მოქალაქეთა აქტიურობისათვის მათ მადლობა გადაუხადო და ვთხოვო, რომ მომავალ წლებში კიდევ მეტი აქტიურობით იყვნენ გამორჩეულები, რამე თუ უშუალოდ მათ უდევთ პულსზე ხელი, სად რა საჭიროება მათ გარშემო. რა შეიძლება იყოს ისეთი, რაც განხორციელდეს და მათ გამოადგეთ პრაქტიკულად. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს მოქალაქეებს და სწორედაც მთლიანად ჩვენი მსახურება აგებულია მათ იდეებზე, მათ საჭიროებებზე, პასუხობთ გამოწვევებს და რაც თავარია, არა თუ მხოლოდ ამ ბიუჯეტირების ფარგლებში, არამედ ზოგადად მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი მთლიანი ბიუჯეტიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს წარმოდგენილი მოქალაქეთა ხმით და მათ საჭიროებებზე აგებული.